ევთო ოდირმა რადიკალური ოპოზიციის უარგუმენტო ბრალდებებს საბოლოო წერტილი დაუსვა. საერთაშორისო ორგანიზაციამ საბოლოო დასკვნით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რადიკალები და მილევად რეჟიმში მყოფი სალომე ზურაბიშვილი ბოლო 2 თვის განმავლობაში იტყუებოდნენ და საზოგადოება მიზამიმართულად შეცდომაში შეხავდათ. საერთაშორისო ორგანიზაციამ თქვა, რომ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, რითაც ოპოზიციის უსაფუძვლო ბრალდებები ფაქტიურად გააქარწყლა. ის რომ ხელისუფლების ოპონენტებს წაკითხulis გააზრების პრობლემა აქვთ, ეს დღესაც გამოჩნდა. ბარიერ გადალახული ოპოზიციისთვის საერთაშორისო ორგანიზაციამ მისი საბოლოო დასკვნით სპეკულაციების ის სივრცე ჩამოშალა, რომლითაც ისინი საზრდოობდნენ. რადიკალები დღესაც ამბობენ, რომ ეს დასკვნა ნეგატიურია. მათ უჭირთ იმის თქმა, რომ ევთო ოდირმა ფაქტიურად არჩევნები აღიარა. ობიექტურად ეს არის უპრეცედენტოდ ნეგატიური დასკვნა, რაც კი გვინახავს საქართველოსთან მიმართებაში ევთო ოდირის მხრიდან. რაც ამ დოკუმენტში წერია, შეიძლება მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა, რომ საქართველოს დემოკრატიული არჩევნები არ შედგა. გაყავდა თუ არა არჩევნები, აღნიშნულ კითხვას საკადრისი პასუხი ევთო ოდირმა გასცა. საერთაშორისო ორგანიზაციამ შესაბამისი დასკვნის გამოქვეყნებით ოპოზიციისა და ვადაგასული სალომე ზურაბიშვილის სპეკულაციები დაასრულა. ის რომ რადიკალების ნარატივი მთლიანად ტყუილზე იყო აგებული, ეს იმ უსაფუძვლო კრიტიკაში ჩანდა, რომელიც საზღვარგარეთ ხმის მიცემის საკითხს შეეხებოდა. რადიკალები და თანამდებობიდან მიმავალი სალომე ზურაბიშვილი სწორედ ამ თემით აპელირებდნენ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციასაც ეწეოდნენ, თუმცა ეს საკითხი ევთო ოდირის დასკვნაში საერთოდ არ ასახულა. გამოქვეყნებულ ანგარიშში საერთოდ არ არის ნახსენები საზღვარგარეთ ხმის მიცემის საკითხი, რაც ადასტურებს, რომ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში ამ თემაზე დაინტერესებული მხარეების მიერ განხორციელებული ბრალდებისა და ზეწოლის კამპანია იყო უსაფუძვლო და საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პრაქტიკისა და კანონის შესაბამისად კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედა არჩევნებში საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის 5 ტყუილი პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ევთო ოდირის დასკვნის შესაბამისად რადიკალები და მილევად რეჟიმში მყოფი სალომე ზურაბიშვილი ტყუილებში კიდევ ერთხელ ამხილა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით ევთო ოდირმა საბოლოო წერტილი დაუსვა იმ ნარატივს, რომლითაც ოპოზიცია და ვადაგასული სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების განწყობებზე ზეგავლენას ახდენდნენ და რითაც ისინი ქართული დემოკრატიის დაზიანებას ცდილობდნენ. ქვეყნის პირველი კანონმდებელის თქმით, დასკვნა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, წყალგამყოფია რადიკალებისთვის, რადგან საბოლოო წერტილი დაესვა მათ უარგუმენტო ბრალდებებს. მინდა წარმოგიდგინოთ ევთო ოდირის მიერ მხილებული ის 5 მთავარი ტყუილი, რომელზეც რადიკალებმა საკუთარი რევოლუციური სცენარი ააგეს. პირველი ტყუილი ოპოზიციის მხრიდან. საზღვარგარეთ გაუხსნელი უბნები. სრულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, NGO-ების და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ნარატივი უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვის შესახებ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის ერთ-ერთი საბაბიც კი იყო. ევთო ოდირს ეს საკითხი არათუ პრობლემურად, საერთოდ ნახსენებიც კი არ აქვს და ამით საბოლოო წერტილი დაუსვა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების ვითომ და შეზღუდვის შესახებ სპეკულაციას. მეორე 300,000 გაყალბებული ხმის ცრუ ნარატივი. ევთო ოდირის ანგარიშით სრულად განადგურდა რადიკალური პარტიების, NGO-ების და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ბრალდება 300,000 ხმის გაყალბების შესახებ, რომელიც მათი ვერსიით არსაიდან გაჩნდა და ქართულმა ოცნებამ მიიწერა. არც პირდაპირ, არც ირიბად ამ ანგარიში რაიმე მსგავსი არც წერია და არც გამომდინარეობს. სულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, NGO-ების და სალომე ზურაბიშვილის ყალბი ბრალდება თითქოს და რეგისტრაციის აპარატებში სიების დუბლირების და ერთი პირადობის მოწმობით 17 ხმის მიცემის შესახებ. სიების დუბლირება გამოირიცხა ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნითაც და ევთო ოდირის ანგარიშითაც. მეოთხე რუსული სპეცოპერაცია. განადგურდა კიდევ ერთი სამარცხვინო ტყუილი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ პარტიებთან და ზოგიერთ მათ მოკავშირე უცხოელ აქტორებთან ერთად ავრცელებდა არჩევნებში თითქოს და რუსეთის ჩარევის შესახებ. ევთო ოდირმა არათუ დაადგინა
მას ეჭვის დონეზეც კი არ აქვს გამოთქმული რაიმე ვარაუდი არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით. ბოლო ხავსი, რომელსაც რადიკალური პარტიები, NGO-ები და სალომე ზურაბიშვილი არჩევნებიდან მეხუთე დღეს ჩაეჭიდნენ, იყო საარჩევნო ბიულეტენზე მარკირების მეორე მხარეს გაჟონვა. შეგახსენებთ, რომ ამ საბაბით ისინი უბნების 90%-ის ბათილად ცნობას და ამით ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების ჩაშლას ცდილობდნენ. ეუთოდის ანგარიშის თანახმად მათ დაკვირვების 94%-ში მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა საერთოდ არ დაუფიქსირებიათ. ასე, ერთი ანგარიში დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, NGO-ების, სალომე ზურაბიშვილის და მათი უცხოელი შემგულიანებლების 5 მთავარი ტყუილი, რომლითაც ისინი ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და მილიონზე მეტი ამორჩევლისთვის ხმის წართმევას ცდილობდნენ. ქართველი ხალხი აღიარებს არჩევნებს და მას შესაბამისი ლეგიტიმაციაც მისცა. ოპოზიციას კი არანაირი არგუმენტი არ გააჩნია მის გაყალბებასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურის განმარტებით ევთო ოდირმა 26 ოქტომბრის არჩევნები დადებითად შეაფასა. შესაბამისად რადიკალებიც იძულებული გახდებიან შეეგუონ ამ შედეგს. ირაკლი კობახიძის თქმით არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციამ ამ დასკვნის შემდეგ კუთვნილი მანდატებიც აითვისოს. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ოპოზიცია არის გაკოტრებული, ოპოზიციას არაფერი აქვს სათქმელი, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებითაც. მე მგონია, რომ ოპოზიცია ძალიან მალე შეეგუება თავის სპეცს და თებერვალში შეიძლება შეგვასრულონ პარლამენტში. მართველი გუნდისთვის ევთო ოდირის დასკვნა იძლევა იმის საფუძველს, რომ საბოლოოდ ოპოზიციას არჩევნების შედეგების აღიარება მოუწევს. თოდირის დასკვნის ირგვლივ არ ცხრება ნებოთაღელვა, თავისთავად დაინტერესებული მხარეები თავის ინტერპრეტაციებს აკეთებენ, თუმცა ევთოდირის დასკვნა ერთმნიშვნელოვნად ამ პროცესს აფასებს სხვადასხვა პერსპექტივით და სხვადასხვა რაკურსით დადებითად და რაც თავარია ის შენიშვნები და ის გამოვლენილი გარკვეული ხარვეზები არ წარმოადგენს იმ მასშტაბს, რომელთაც შეიძლება რომ რაიმე დისკრედიტაცია მოხდეს აღნიშნული არჩევნების. ჩვენ ამ დასკვნით კმაყოფილები ვართ, ამ ანგარიშით კმაყოფილები ვართ. კი ბატონო, იქ არის რაღაცა ტიპის შენიშვნები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავითვალისწინებთ. ევთოდირმა გამოთქვა მზადყოფნა და სურვილი, რომ ითანამშრომლოს არჩეულ ხელისუფლებასთან ამ ნაკლოვანებების აღმოფხრაზე. ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, რომ ყველაფერი გავითვალისწინოთ ის, რაც მიზანშეწონილად მიგვაჩნია. ევთო ოდირმა საბოლოოდ დასკვნით რადიკალური ოპოზიციისა და მილევად რეჟიმში მყოფი სალომე ზურაბიშვილის სპეკულაციებს წერტილი დაუსვა. 26 ოქტომბრის არჩევნებს, რომელსაც ლეგიტიმაცია ჯერ ქართველმა ხალხმა მისცა, ახლა სწორედ ეს ლეგიტიმაცია ევთო ოდირმაც დაადასტურა.